მომშვიდობისად ხოროყურებს ფოსილიკულ ძალთმიდალშვილთან ერთად ყადაფი და ნავთობი რამდენიმე წამში გველის თუ არა ფასების მორიგი ზრდა რეპორტაჟი ვაშინგტონიდან. ასევე ჩვენის მოკვლის მცდელობის საქმე გახსნილია. ეთნიკურობის პირველი ჩვენებები და საზარელი სტატისტიკა. მოდით ერთად ვიმსჯელოთ რატომ კლავენ მშობლები შვილებს საქართველოში. და რიშარ გალიანოს საჩუქარი ჩვენს მაყურებელს სტილზე შექმნილი კომპოზიცია, რომელსაც პირველად პოსტსკრიპტუმში მოისმენთ. ასევე დროულად გადაცემაში თქვენ ნახავთ. სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის მოქმედი მუზეუმები საქართველოში. ჯვიჯვარზე ფეხი აპოდრამს მისის ოცხლოში და კაცი სიგბილია მოკლაბაცი. ის ვინც რუსთველის პოემა დაინახა. დაიწყო ქართული ტიპაჟების შესწავლა. ვეფხის ტყაოსანის ჯადოსნური სამყარო. და შეაფასეთ ულტრათანამედროვე კინეტიკის ფესტივალი. წინწვაის მრავალფუნქციური მგზნობიარე ზედაპირია. ამოწურა თუ არა კლასიკურმა ხელოვნებამ საკუთარი თავი. ლიბია ცეცხლშია გახო ლიბია ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია. დიქტატორმა საკუთარი ხალხის ხოცვა დაუფარავად დაიწყო. გაერო შტაბ ბინაში უშიშროების საბჭო ამ წუთებში ლიბიისათვის სანქციების დაწესებას განიხილავს. რამდენიმე წუთში ჩვენ პირდაპირ რეპორტაჟი გვექნება ვაშინგტონიდან. მანამდე კი რა გავლენას იქონიებს ეს პროცესები ნავთობის ფასებზე. ამას უკვე კურიერის კორესპონდენტი თამარ ბაღაშვილი საგან შეიტყო. სოფლიოს ყველა წამყვანი ტელეარხის და ინტერნეტ გამოცემის მთავარი თემა შავი ოქროს ფასია. რეცესიის კოშმარი და ახალი ეკონომიკური უბედურების სათავე. ასე აფასებენ ექსპერტები სოფლიოში ნავთობის გაძვირებით მოსალოდნელ შედეგებს. პოლიტიკური აჯანყებები, რომელმაც მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიცვა ნავთობზე ფასების ზრდის მიზეზი გახდა. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ გაძვირებული ნავთობი ცოტა ხანში რეცესიით მთავრდება. საფრთხე, რომ პოლიტიკური მოვლენები დიდი ხნით მოახდენენ ნავთობის გლობალური მოპოვების პარალიზებას ჯერ შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ექსპერტების შეფასებით ნავთობის მოპოვების ხანგრძლივი შეწყვეტა ალჟირსა და ლიბიაში მსოფლიო ეკონომიკას დამანგრეველ შედეგებს მოუტანს. ბრენდის ტიპის ნავთობის ფასი მსოფლიოს სავაჭრო ბირჟაზე დღეს ბარელზე დაახლოებით $112. ფასი ყოველდღიურად მერყეობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნავთობის ღირებულებამ $100 ნიშნულს უკვე გადააჭარბა. ლიბიის პოლიტიკური კრიზისი ამ პროცესის მთავარი მიზეზია. ლიბია ოპეკის შემადგენლობაში შედის და მე-12 ადგილზეა მსოფლიოში ნავთობის ექსპორტიორთა შორის. სწორედ ლიბია ითვლება ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორად ევროპისთვის. აქ მოპოვებული მაღალი ხარისხის ნავთობის 85% სწორედ ევროპაში გადის. თუ ფასების ზრდა მოიცავს მთელ ევროპას, მაშინ სავარაუდოა, რომ ამ პროცესს გვერდს საქართველო აულის, რადგან საწვავის მხრივ ქვეყანა მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. თეორიულად ლიბიის პოლიტიკური კრიზისით გამოწვეული დეფიციტით შევსება შესაძლებელია საუდის არაბეთის მარაგებით. ეს ქვეყანა ოპეკის წევრ სახელმწიფოებს შორის ნომერ პირველი ექსპორტიორია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ნავთობმომპოვებლებმა იქ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარზე უნდა იმუშაონ. ასეთი სქემით რამდენიმე თვიანი მუშაობა კი მსოფლიოს ნავთობის დეფიციტამდე მიიყვანს. მოვლენების განვითარების სწორედ ეს სცენარი, თუნდაც ჰიპოთეტური, მსოფლიოს მასშტაბით უკვე სერიოზულ პანიკას იწვევს. საერთაშორისო ექსპერტები მოსალოდნელ სტაგფლაციაზეც ალაპარაკდნენ. ეს არის მოვლენა, როცა მცირდება წარმოება, იყინება ინვესტიციები, მატულობს უმუშევრობა და რაც მთავარია, ამ ყველაფრის ფონზე კატასტროფულად იზრდება ფასები, რადგან სწორედ ნავთობპროდუქტის ფასი განსაზღვრავს ძირითადი პროდუქციის ღირებულებას, რაც საწვავის გამოყენებაზეა დამოკიდებული. ნავთობის შოკი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე აისახა საწვავის ღირებულებაზე. ლონდონის ბირჟაზე საწვავი 78 ცენტით გაძვირდა. იმის მიუხედავად, რომ დიდ ბრიტანეთში იმპორტირებული ნავთობიდან ლიბიური სულ 10%-ია, აქაურ ფასებზე ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე პროცესებმა მაინც იმოქმედა. ჩრდილოეთ ირლანდიაში ბენზინის ფასი უკვე გაიზარდა. ინგლისში ექსპერტების ვარაუდით, შემდეგი თვის განმავლობაში ფასი მინიმუმ 10 პენით, ანუ 30 თეთრით აიწევს. აქამდე ამ თანხით 2-3 კვირის სამყოფ საწვავს ხედელებდი. ახლა კი ეს ბენზინი მხოლოდ 2-3 დღე მყოფნის. მე მგონი დროა, რომ ბილეთი ავიღო და მართლა სხვა ქვეყანაში გავფრინდე საცხოვრებლად. მე მარტო ხელმში
მშობელი ვარ და ბავშვობის სკოლაში სატარებლად მანქანა მჭირდება. სკოლა საკმაოდ შორს არის და ამ ფასების გამო ალბათ მალე ავტობუსით მიგვიწევს მგზავრობა. საწვავის ფასმა მოიმატა იტალიაშიც. ბენზინი უკვე საგრძნობლად გაძვირდა და დარწმუნებული ვარ, რომ ფასებს კიდევ გაზრდიან. სიტუაცია უკონტროლო ხდება. კომპანიები ბენზინის გაძვირებას აპირებენ, მაგრამ როცა დასრულდება კრიზისი, მერე მაინც არ დაწერენ ფასებს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საწვავის ფასმა მალე შესაძლოა რეკორდულ ნიშნოს ბარელზე $157 მიაღწიოს. ეს უკვე ნავთობის ღირებულების პიკია, რომელიც ბოლოს 2008 წლის ივნისში დაფიქსირდა. ეს პერსპექტივა აშინებს შეერთებულ შტატებსაც. ნიუ-იორკის ბირჟაზე 1 ბარელი ნავთობი დღეს უკვე 60 ცენტით გაძვირდა. ამერიკის მთავრობა საგანგებო ზომების მიღებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ნავთობის მომწოდებელი ქვეყნების კავშირი ოპეკი ნავთობის მოპოვების კვოტებს გაზრდის და ასე შეეცდება ფასების ზრდის რეგულირებას, თუმცა ზედმეტ შემოსავლებზე უარს ისინი არ იტყვიან და ისიც სასურველი იქნება, რომ ეს პროცესები საქართველოში ფასებზე სპეკულირების საბაბი არ გახდეს. ახლა კი ჩვენი კორესპონდენტი ვაშინგტონიდან დავით ნიკურაძე თუ რა ხდება გლობალურ პოლიტიკაში, რა ზომებს იღებენ კაპიტოლიუმის მთაზე. შეერთებულ შტატებში ყველა ელოდებოდა, რომ ლიბიის მოვლენების გამო საწვავზე ფასები კატასტროფულად გაიზრდებოდა, თუმცა უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში ფასების სტაბილურობას, ასეთ ისე ხელი შეუწყო საუდის არაბეთის განცხადებამ, რომ დღე-ღამეში ნავთობის მოპოვებას 700,000 ბარელით გაზრდიდა. საუდის არაბეთის განცხადებამდე კი ნავთობის ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა და ეს ავტომატურად დაისახა ნავთობპროდუქტების ფასზე. ეგვიპტის მოვლენების დროს ფასის მატების ტენდენცია ძალიან სწრაფი იყო, სხვადასხვა შტატში დღეს სხვადასხვა ფასია, თუმცა რომ ავიღოთ ზოგადად შეერთებული შტატების მონაცემები, საშუალოდ 1 გალონი ბენზინის ფასი თუ ერთი თვისინი იყო $3 და 8 ცენტი, დღეს უკვე $3 და 39 ცენტია, ანუ ფასი გაზრდილია საწვავზე სულ ცოტა 30 ცენტით. ფასები ბევრად მაღალია შეერთებული შტატების დედაქალაქში ვაშინგტონში. ამერიკაში ეს არის დღეს ძალიან აქტუალური განხილვების თემა. ექსპერტების თქმით, მიზეზი პოლიტიკური ფაქტორები უფრო ვიდრე ეკონომიკური, თუმცა რომც მოხდეს ფასის შენარჩუნება, ის არის მაინც ძალიან მაღალი და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობას. ფასები უფრო და უფრო იზრდება. 2 წლის წინ საერთოდ სიგიჟემდე მისული პანიკა ჰქონდა. რაც ხდება დღეს ახლო აღმოსავლეთში და ლიბიაში, გავლენას ახდენს ჩვენზე. ბოლო პერიოდია ფასები მატულობს, თუმცა კიდევ კარგი, ჯერ $4 არ მიაღწევია, როგორც წინა კრიზისის დროს იყო. მაგრამ რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, იმაზე მეტყველებს, რომ ფასები ისევ იმავე ნიშნულამდეა. გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ყველა ის მოვლენა, რომელიც მსოფლიოში ხდება, რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ჩვენზე და ასეც გაგრძელდება. საერთაშორისო მოვლენები არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზეც მოახდენს გავლენას. ამერიკის მთავრობას თუ კი შემორჩა რაიმე რესურსი, აუცილებლად უნდა გამოიყენოს. შეერთებულმა შტატებმა კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები უკვე დააწესა. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსცა განკარგულება და გაუგზავნა კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში. ნათქვამია, რომ მუამარ კადაფის ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას და ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. კატეგორიულად ძალადობას, რომელიც ლიბიაში ხდება. ჩეწესის ხიზმა. ლიბიის მთავრობამ უნდა მონახოს გზა, რომ უპასუხოს მისი მოქალაქეების მოქმედებს და მიაქციოს ყურადღება ლიბიელ რესურსებს. სავარაუდოდ დღეს კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს გაეროს უშიშროების საბჭოც. სხდომა გაეროში დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი და როგორც ვარაუდობენ, დღეს მომზადებული რეზოლუცია სხდომაზე გავა. საქმე ეხება სავაჭრო სანქციებს, მოგზაურობის შეზღუდვას, კადაფის ოჯახის მთავრობის წევრებისა და მათთან დაახლოებული პირებისთვის, ასევე სხვა შეზღუდვებს. შეერთებული შტატების საელჩომ კი ლიბიაში მუშაობა შეაჩერა და ამერიკის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ დიპლომატები ქვეყნიდან გამოიყვანა. მედიაში დაიწერა, რომ ამ წლების განმავლობაში ყადაფის ოჯახმა ლიბიას დაახლოებით 7 მილიარდი მოპარა. თავად ლიდერის ქონება კი აღწერას არ ექვემდებარება. გულობა გაფრთხილება მას ევროკავშირსა და გაეროში მკვახი განცხადებები ისმის, თუმცა ჯერჯერობით ამ აფრიკულ ქვეყანაში არმიის დახმარებით ახშობენ საპროტესტო ტალღას. ქვეყნის ზოგიერთ პროვინციაში სამხედროებიც კი აჯანყდა. ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება, როგორც მივხვდით, იმითაა განპირობებული, რომ გვინდა თუ არ გვინდა, საწვავის ფასი და ყადაფის პოლიტიკა საქართველოში მიზეზ შედეგობრივ კავშირს იძენს. ლიბიაში ვითარება სულ უფრო იძაბება. ტრიპოლიში მუამარ კადაფიმ საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა და აჯანყებულებთან საბრძოლველად შეიარაღებას დაპირდა. საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ლიბიის დიქტატორი მხარდამჭერებს უკვე ღიად მოუწოდებს სისხლის ზღვისკენ. არა და 100,000 ლიბიელი ქუჩებში 42 წლის წინაც გამოვიდა. მაშინ ისინი სიხარულით შეხვდნენ ხელისუფლებაში მუამარ კადაფის მოსვლას.
1979 წლის 1 სექტემბერს 12-მა ოფიცერმა კაპიტან კადაფის მეთაურობით ლიბიაში სამხედრო გადატრიალება მოახდინა. იმავე დღეს ქვეყნის ახალმა ლიდერმა ლიბიელებს რადიოეთერით მიმართა და უთხრა: მოქალაქენო, თქვენი ოცნებების, ცვლილებებისა და სულიერი აღორძინების მოთხოვნის, თქვენი ხანგრძლივი ბრძოლისა და აჯანყებისკენ თქვენი მოწოდების პასუხად, ხალხის ერთგულმა ჯარმა დაამხო რეაქციული და კორუმპირებული რეჟიმი. ახლა ლიბიელი ხალხი კადაფის იმავე მიზეზების გამო აუჯანყდა, რა მიზეზებითაც კადაფიმ მეფე იდრისის ხელისუფლება დაამხო. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ 79 წლის გადატრიალებამ უსისხლოდ ჩაიარა, დღეს კი სხვადასხვა მონაცემებით ლიბიაში უკვე 500-მდე მოქალაქე დაიღუპა. პოლკოვნიკი კადაფი 1942 წელს უდაბნოში ბედუინების ოჯახში დაიბადა. მას შემდეგ ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის მოგრძალებულ წარმომავლობას და ბედუინების კარავში ღებულობდა უცხოელ სტუმრებს. უფრო მეტიც ეს კარავი საზღვარგარეთაც თან დაჰქონდა. ხელისუფლებაში რომ მოვიდა 27 წლის იყო. 42 წლის განმავლობაში კადაფიმ მმართველობის საკუთარი სისტემა და ღირებულებები შექმნა. ის მხარს უჭერდა ტერორიზმს და ამავდროულად ლიბიაში კულტურული რევოლუცია მოახდინა. ის ჯერ დაუპირისპირდა, შემდეგ კი თითქოს დაუმეგობრდა დასავლეთს. მან დაამხო მონარქია, შექმნა საკუთარი კონცეფცია ჯამახირია, რაც არაბულად ხალხის სახელმწიფოს ნიშნავს, მაგრამ ქვეყანა რადიკალური ისლამის მიმართულებით შემოაბრუნა. საბოლოო ჯამში მუამარ კადაფი მე-20 და 21 საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ტოტალიტარული, დესპოტური და სასტიკი რეჟიმის მეთაური გახდა. კადაფი თავისი ექსცენტრიულობით და უცნაური გემოვნებითაცაა ცნობილი. ყველაზე თვალშისაცემი ყოველთვის მისი ჩაცმულობა, ჯილდოების სიმრავლე და 40 ქალწულისგან შემდგარი პირადი დაცვა იყო. ლიბიისთვის ყველაზე რთული პერიოდი 80-იან წლებში დაიწყო. კადაფი ლიბიელებზე ცდიდა სოციალური მოწყობის საკუთარ თეორიებს. მან აკრძალა კერძო საწარმოები, დაწვა მისი აზრით საშიში წიგნები, დაიწყო რეპრესიები და შეზღუდა სიტყვის თავისუფლება. ყველაფერ ამას კადაფიმ კულტურული რევოლუცია დაარქვა. ლიბიაში სულ 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყოველ წელს ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 30 მილიარდ დოლარს აჭარბებს. არადა ქვეყანაში ძალიან დაბალი ცხოვრების დონეა. უმუშევრობა 30%-ს აჭარბებს. შემოსავლების ძირითადი ნაწილი კადაფის ოჯახის და ახლობლების წრეში ნაწილდება. მეორე ნაწილი კი არმიას ხმარდება. კრიტიკოსები მუამარ კადაფის ყველაზე დიდ დანაშაულებს სწორედ ეროვნული შემოსავლის მითვისებას და კორუფციის ხელშეწყობას მიიჩნევენ. წლების განმავლობაში დასავლეთი თითქოს ყურადღებას არ აქცევდა ლიბიაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ირლანდიის ქალაქ ლოქერბის თავზე ლიბიელი ტერორისტების მიერ თვითმფრინავის აფეთქება იყო ბოლო წერტილი. ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. მხოლოდ 1999 წელს კადაფიმ აღიარა, რომ ლოქერბის თავზე მომხდარი აფეთქება დანაშაული იყო. დასავლეთმა მასთან კონტაქტები განაახლა. ევროპელი ლიდერები ლიბიური ენერგორესურსებით დაინტერესდნენ. ყველაზე მეტად კადაფის იტალიის პრემიერი სილვიო ბერლუსკონი დაუნებობდა. ამერიკელებმა მიიღეს მხარდაჭერა ტერორიზმთან ბრძოლაში. გაეროს პოლკოვნიკს ტრიბუნაც დაუთმო. მაგრამ ლიბიელი ხალხი, რომელიც თითქმის 42 წლის განმავლობაში ითმენდა რეპრესიებს და კორუფციას, აჯანყდა. ლიბიელ ხალხს საერთაშორისო საზოგადოებაც მხარს უჭერს. ბარაკ ობამამ უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომელიც შეერთებულ შტატებში ლიბიელი მაღალჩინოსნების აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სპეციალური რეზოლუციის პროექტი გაერომაც მოამზადა. პროექტში ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების ქმედება კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად არის შეფასებული. ლიბიისთვის სანქციების დაწესებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებით შეთანხმდნენ. ახლა შემისწორეს მოპარული თანხა 7 კი არა 70 მილიარდია და ის რაც ხდება დღეს არაბულ ქვეყნებში ეს გაფრთხილება ყველა ტოტალიტარ ლიდერისათვის. ახლა კი თემა, რომელზედაც თქვენს ყურადღებას პოსტსკრიპტუმის შემოქმედებითი ჯგუფი ამახვილებს. ერთ-ერთი საზარელი დანაშაული და პრობლემა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვწვევთ. ჩვენის გადაგდების საქმე, ანუ ყველების მცდელობის საქმე, რომელიც გასული კვირის საინფორმაციო გამოშვებების პირველ ადგილს იკავებდა, გახსნილია. რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში პირველი სართულის მაცხოვრებელს ლიფტიდან ჩვილის ტირილი შემოესმა. ღილაკს დავაჭირე და კარიჯი ნახე პატარა ბავშვია შიგნით. ცელოფანით იყო აი აქ წინ. ზუსტად აქ იყო წინ ცელოფანში. როგორც მკვლელი ხვდება, ბავშვი შინ შეიყვანეს. მერჩემერები იყვნენ და მე სასწრაფო მიიტაშული. ისეთი ტირილი იყო, რომ თელ სადარბაზოში ხალხს მოესმა. რო ამიყალე ხელში დასპარდა. ჩვილის მიტოვების სხვა ფაქტებისგან განსხვავებით ეს შემთხვევა იმით გამოირჩევა, რომ სამართალდამცავებმა 5 დღეში 19 წლის ნინო დააკავეს.
ბავშვი დააწუნა ადგილას დამოუკიდებელი დისკარების დაკეტვას და წავით. როგორც პოლიციამ განმარტა, საქმის გახსნისას გადამწყვეტი ბავშვის ჭიპლარზე დამაგრებული ასეთი მომჭერი გახდა. ექიმებმა განმარტა პოლიციას, რომ მას ჭიპლარზე ქონდა სპეციალური სამაგრი, რომელიც მხოლოდ ეკდება სამშობიაროებში. ამის შემდგომ ჩვენს მიერ გადამოწმებული იქნა ყველა სამშობიარო, ბინი მშობიარო 2800 გრამი 29 სანტიმეტრი. იყო თუ არა ასეთი შემთხვევა ჩვენთან სტაციონარში, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ. საერთო შემთხვევა სამართალდამცავებმა რეფერალურ საავადმყოფოში მიაკლიეს. ყველა მარტოხელადეთის გადამოწმება დაიწყო პოლიციამ და აღმოჩნდა ბოლოს, როდესაც მივედით ამ ქალბატონის მისამართზე, მან აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. 31 იანვარი 2017 წელს მოხდა. ექიმ ნეონატოლოგს მაია ნემსაძეს მობილურ ტელეფონში ლიფჩი ნაპოვნი ახალშობილის კადრი შემორჩა, რომელიც მისი დაბადებიდან დაახლოებით 1 საათშია გადაღებული. თვითონ და საკმაოდ ინტერესს ამჟღავნება ახალშობილის მიმართ, კონტაქტში ძალიან კარგად შემოდიოდა მე პერსონალთანაც და ბავშვთანაც. მაშინ ვაქცნა გადაწყვეტილი, რომ ეს ბავშვი მომაშორებინა თავიდან. ძუძუსხილ აქტიურად მოეწყობა, მოეფერა და ყველანაირი ნიშნები დადებითი პოზიტიური დედობრივი ინსტინქტის ყველაფერი გამოავლენა. წამოვედი ტაქსით. დავიდი სუბანში. მინაიდან არავინ არ მიცნობდა და ადვილად შეძლო ბავშვის დამოუკიდებლობას. რეფერალური საავადმყოფოდან იმ კორპუსამდე, სადაც ბავშვი დატოვა, ტაქსით მას დაახლოებით 4 კილომეტრი ნახევარი უნდა ემგზავრა. სამშობიაროში სასწრაფოს არ მეუყვანია. გასარკვევია ახლდა თუ არა თან ვინმე მაშინ, როდესაც ბავშვი მიატოვა. მას ყავდა გამხმარე, მისი მეგობარი, გამოძიება მსჯელობს მის ბრალობების საკითხზეც. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნინო ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა. რესტორანი ახლა დაკეტილია. რა მიხანია დაკეტილია? ჩვენ თუ იქნება რა, ეს აღარ მუშაობს დაკეტილია. და რატო დაიკეტა? რა მუშაობა ჯერეთი არ ქონდათ საშუალება არც ხარჯები და აი ეს გასხოვდება. აულიდან არ შემოდიოდა. მეატო ესე და წავიდა. ნინო ოფიციალურად დაქორწინებული არ იყო. აღიარებით ინტერვიუში ის ბავშვის მიტოვების მიზეზს განმარტავს. ნინოს მამაც ამბობს, რომ შვილის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა. უჩაში ლიფჩი ბავშვის ნებალა არ იცოდა და შეიძლება ბავშვს შეეშალა მას გამოცდილებიდან. რასაუბრები სულსეს. რას ურჩევდით? ბავშვის მიტოვა არ შეიძლება. უცნია ხათრატალი. მას უნდა ბატონობა. ლიფჩი ნაპოვნი ბიჭი ახლა 26 დღისაა. მეურვეობას დროებით ბავშვზე ზრუნვის სამსახური უწევს. რაც შეეხება მის შემდგომ ბედს, ჩვენ აქ ძიების შედეგებს ვართ დამოკიდებული, თუ ბრალეულობა დამტკიცდება დედის, ამ შემთხვევაში ჩვენი ორგანო მიმართავს სასამართლოს მშობლის უფლების ჩამორთმევაზე, თუ დააკმაყოფილებს სასამართლოებას და ჩამოართვებს მშობლის უფლება, მაშინ ბავშვს ენიჭება დასაშვილებელი სტატუსი, რის შემდგომაც იგი რეგულატორის მიხედვით გაშვება. სამართალდამცავებს მოუწევთ გაარკვიონ ლიფჩი მიტოვებისას დედას სხვა მოტივებით ხომ არ ამოძრავებდა, მაგალითად მისი გაყიდვა ხომ არ უნდოდა. ყველაფერს ნათელი რომ მოეფინება, მას სახელსაც შეურჩევენ, მანამდე კი კალათაში ნაპოვნი სტატუსით ძინავს. მიზეზის შედეგი ჩვენ უფრო ამაზე გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. რა არის ეს სოციალური სიდუხჭირე, ცუდი განათლება თუ საზოგადოების დამოკიდებულება, ტრადიციები და არც თუ მუქნილი კანონმდებლობა. იგა ქადაგიშვილი არსებულ სტატისტიკას შეგახსენებდა ერთ საინტერესო ექსპერიმენტზე მოგიყვებათ, რომელიც ჩეხეთში ჩატარდა. ამჯაფარიძის ქუჩაზე დედა ჩვილი ბავშვით ხელში მოფარებულ ადგილს ეძებდა. მშენებარე კორპუსი იპოვა და გადაწყვეტა ზუსტად. ამ ადგილას ჩვილი სამუდამოდ მიეტოვებინა. ჩვილი გარდაცვლილი ორ კვირაში იპოვეს, დედა კი უყრალოდ გაუჩინარდა. თუმცა ამბავი აქ არ უნდა დასრულდეს. საინტერესოა, რა არჩევანი ჰქონდა დედას, როდესაც შვილის გადადგება გადაწყვეტა. ჩვილი საცხოვრებელი სახლის ლიფტში იპოვეს. მანამდეც ყოფილა უამრავი შემთხვევა დასახეჭრებული ჩვილების ქუჩაში აღმოჩენის და გადარჩენის. იყო ფაქტებიც, როდესაც ბავშვს სიცოცხლე მამამ დაბადებამდე საკუთარი ხელით მოუსწრა.
ასეთ შემთხვევებში დანაშაულად მხოლოდ დედა მიიჩნევა. თუმცა დანაშაულისგან ქალს ხშირად საკუთარი ოჯახი, სოციალური გაჭირვება ან საზოგადოება უგრძნობს. მაგრამ მარტო ეკონომიკური მდგომარეობა ვერ განსაზღვრავს ამ საზარელი ფაქტების გამართლებას. ეს არის ის მარტოობის, უიმედობის, სასოწარკვეთის განცდები, რომლითაც შეპყრობილნი არიან ის ადამიანები, რომლებიც ანხორციელებენ თავისი შვილების მიმართ ამდაგვარ აქტებს. დამნაშავე დედები თავადაც არიან ძალადობის მსხვერპლი, განიცდიან შიშის, სირცხვილის და გარიყულობის გრძნობას. თბილისის ქალთა თავშესაფარში თვეობით ცხოვრობენ ქალები, რომლებიც ოჯახმა გარიღა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ საზოგადოებრივი აზრისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიგდოს. სასიყვარულო მოტივებით თუ პარტნიორის სიყვარულით გააჩინეს ბავშვები, შემდეგ ეს პარტნიორი უარს ამბობს ამ ბავშვის აღიარებაზე, არც მშობლები უშვებენ, ეს უფრო რაიონებში, რაიონებიდან არიან ჩვენთან უფრო და ამდენად ისინი მთლიანად ღია ცის ქვეშ რჩებიან. ზორი მეთქოლით კარგი წავიყავი ჩავაბარო, მაგრამ აი ამას ვეს ვიცი არ ვიცი როგორ გავიფიქროთ. ჯერ კიდევ 6 თვის წინ ქეთი მცირეწლოვან შვილთან ერთად ღიაცის ქვეშ ცხოვრობდა. სრულწლოვნებას მიაღწია და ბავშვთა სახლის დატოვება მოუხდა. ვინის ქირის გადახდაში სხვები ეხმარებიან. საკვების და შიშის ფულს კი მათხოვრობით შეუვლებს. საკუთარი გამოცდილები გამბობს, რომ ეკონომიკური გაჭირვება არ არის ბავშვის მიტოვების მთავარი ბიძგი. უნახავს და პირადად იცნობს ქალებს, რომლებმაც ეს ნაბიჯი უკვე გადადგეს. სად გააჩინა, იქით სადღაც სოფელში გააჩინა, რაღაც ძველი გარაჟების იქ ნანგრევებში და ვსიო, მოგები რა უკვე დღემდე არ ვიცი არ ჩამძიებენ ვარ. ქეთი ამბობს, რომ ჩუმად მშობიარობა ერთადერთი გამოსავალია მათთვის, ვისაც არც ფული აქვს და არც ბავშვის გამოჩენის შესაძლებლობა. ეშინიათ იმის იწვაი, ვიღაც ჩაეცი, ვიღაც იქიდან იქნები დაურეკავენ ვიღაცას, რომ ეს არის თქვენი ახლობელი რაღაც, და მე უკვე ის ახლობლები საახლობლო ხო გაიგებს. ამიტომ ამას ფიქრობს ზოგი. ბავშვის ქუჩაში დატოვების ალტერნატივად დედას გამოსავალს კანონის თავაზობს. ეს ალტერნატივა გარანტია იმის, რომ ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნდება, მაგრამ როგორც ჩანს, ძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ დედას ოფიციალური პროცედურები აშინებს და ბავშვთა სახლის ღობესთან მიახლოებისაც ეშინია. როდესაც მოქალაქეს განაჩნდება სურვილი ბავშვი დატოვოს ბავშვთა სახლში, ჩვენი რეაგირება არის აუცილებლად სოციალური სამსახურის ჩართვა, ანუ მათი მობილიზება ადგილზე, რადგან მოხდეს შემთხვევის შეფასება და შეფასების შემდგომ საბჭოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ასევე საბჭოს სრული შემადგენლობით ამ საკითხის განხილვა და აღნიშნული შემდეგ რეაგირება არ უკვე დაწესებულებაში ჩააწყო. დედა რომელიც ბავშვს ტოვებს, ძირითადად სიღარიბის ხვარს მიღმა ცხოვრობს. ისის ბავშვის მიტოვება სამუდამოდ გადაწყვეტს სოციალურ მუშაკს განცხადება და პირადობის მოწმობა უნდა წარუდგინოს. თუმცა ეს მათთვის კონფიდენციალობის გარანტიას არ იძლევა, ამიტომ დედას ურჩევნია სხვების შარების გარეშე ბავშვი ქუჩაში მიატოვოს და თავად უკვალოდ დაქრეს. ეს შეიძლება უბრალოდ გამოჩენა სოციალურ მუშაკმანაც კი. იმის შიშით რომ პოლიციაც მოვა და ჩაერევა ამ საქმეში. ისეთ როდესაც ადამიანი არ ჩადის საზოგადოებისათვის სასულო საქციელს, მას თუ მისი ფსიქიკა განსაზღვრია, უნდა კონდეს სირცხვილის განცდა. ან ქენჯნა მაინც ინდისის. კანონმდებლობაში მე შესაძლოა ვერაფერს ვერ ხედავ, რასაკვირველია, ჩვენ ვერ წავახალისებთ იმას, რომ ბავშვი არ ჩააბარება, ამიტომ პრემია მოგცეთ ეს სხვა ლოგის ლაპარაკია. ეს პრაღის კერძო კლინიკის ერთი პატარა კარია, მაგრამ მას მისივე შემქმნელის თქმით, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ჩეხეთში გამოსავალი მოიძებნა, როდესაც კანონი პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, ბეიბი ბოქსი, ანუ ბავშვის ჩასაბარებელი ადგილი შეიქმნა. კერძო კლინიკის ამ ინიციატივით პირველი ბეიბი ბოქსი აქ 2005 წელს გაიხსნა. ამ ყუთის შემქმნელები რადიო თავისუფლების რეპორტაჟში მის ფუნქციონირებას დეტალურად აღწერენ.
გარს ამ მხრიდან არ ვაღებთ. დედას ან სხვა ადამიანს მოყავს ბავშვი თით საჭერს წითელ ღილაკს. Zmačkne červený profil, zmačkne lístko, otevře schránku. აღებს ხუთს, მაშინვე ჩაირთვება გათბობა, ის თანაბარ ტემპერატურაზეა დაფინებული და როგორც კი კარგ გააღებენ, ტემპერატურა რეკომენდებულ 37 გრადუსამდე იწევს. ბავშვს ხუთში აწვენენ, კარი იხურება, რის შემდეგაც მას გარედან ვეღარ გააღებენ. ხდებიან ბები ბოქს ბავშვს ხელში აიყვანენ და პირდაპირ კლინიკის ინკუბატორში მისვლა. ბები ბოქსმა 5 წლის განმავლობაში უკვე 15 ბავშვი მიიღო. ანუ 15 ბავშვი სიკვდილს გადაურჩა. მათმა დედებმა კი 100%-ით ანონიმურობის გარანტია მიიღეს. ამ ინიციატივამ იმდენად გაამართლა, რომ ჩეხეთში დღეს 36 ბეიბი ბოქსი ფუნქციონირებს. ამ პროექტს ჩეხეთში ოპონენტები თითქმის აღარ ყავს. საქართველოსთვის კი ეს ჯერ კიდევ ახალი ხილია. დავაკეთოთ ახლა ბეიბი ბოქსის გვერდით, დავაყენოთ მეორე ბოქსი, როდესაც ნარკო ბოქსს დავაყენოთ. იქაც დავაყენოთ თქვათ დედა ბოქსი, მამა ბოქსი და ჩაბარების პუნქტები. კი ბატონო. შეიძლება მე ბოქსი შეიძლება დავაკეთო. თავად ვფიქრობ. ოჯახში ძალადობის ფაქტები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. სტატისტიკური მონაცემებით 2010 წელს 166 ოჯახურ ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი და დამცავი ორდერი იქნა გამოტანილი. ქუჩაში გადაგდებული ერთი სიცოცხლეც კი მიგანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში მენტალური და სოციალური პრობლემებია. ამიტომ ნებისმიერი მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენს მიზეზებზე დავფიქრდეთ. და ჩვენს შევაღოთ კარი, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. თქვენ მრავალი მოსაზრება გაიგეთ. ახლა თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორ გადაწყდება ეს პრობლემა. ახლა კი რეკლამა, რომლის შემდეგ კომუნისტი ჯავათების სახეცვლილი მუზეუმები საქართველოში პოსტსკრიპტუმ და თენგიზ გოგოტიშვილი ოკუპაციის დღეს უძღვნის. ასევე მხატვარი, რომელმაც რუსთაველის პოემა დაინახა, ზიჩის მემკვიდრეობა და მისი შთამომავლის ექსკლუზიური ინტერვიუ და ასევე კინეტიკის მუზეუმი ლონდონში. საერთმინდის თანამედროვე ხელოვნება. დაგვეოდეთ, რამოდენიმე წუთში ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით.